სრულმასშტაბიანი კონფლიქტი ავღანეთსა და პაკისტანს შორის შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხულია გამომდინარე ამ ორ მხარეს შორის სამხედრო ძალის მკვეთრი ასიმეტრიისა, პაკისტანის სამხედრო შესაძლებლობები გაცილებით აღემატება ავღანეთისას, კონკრეტულად თალიბანისას. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თალიბანს ამ ეტაპზე არ შეუძლია კონვენციური სამხედრო ოპერაციები აწარმოოს, მისი მთავარი პლუსი იყო პარტიზანული ბრძოლა ოკუპანტ ძალებთან ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. რატომ არის ეს სასაზღვრო დაპირისპირება საინტერესო დღეს? ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ დღეს სამხრეთ აზიაში გარკვეულწილად იცვლება რეგიონული პოლიტიკური კონფიგურაცია. თუ კი აქამდე ავღანეთი გარკვეულწილად მოიაზრებოდა პაკისტანის გავლენის სფერო და მის პროტეჟე სახელმწიფოდ, დღევანდელი ხელისუფლება თალიბანის მეთაურობით, აი ამ გამწვავებული დაპირისპირებების გამო, თანდათან იწყებს მისთვის ისტორიულად არასასურველ პოლიტიკურ აქტორთან დაახლოებას, იგულისხმება პაკისტანის მთავარი მოწინააღმდეგე, მისი აღმოსავლელი მეზობელი ინდოეთი და თალიბანი ამ შემთხვევაში იწყებს პაკისტანის დაბალანსებას ინდოეთით, ხოლო ინდოეთი პაკისტანის დაბალანსებას ავღანეთით.